Welcome to Austria. უკაცრავად ერთი წუთი დამელოდეთ. Welcome to Austria. Ლადო მოუსვი, ლადო. მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? დღევანდელ vlogs ვიტყოთ ავსტრიიდან, კონკრეტულად ვენადან. აგერ დავიქირავეთ ჩემი პირადი შაფიორი. My name is Luis. ოდა სანამ აკატავებს, მაგამდე გაჩვენოთ რომ რაღაცა იწვი. What the fuck? ვიდეო ყველაფერი მშვიდობით არის. დავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. მე შეგახსენებთ რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ჩემი ტრანსპორტირების მხარდამჭერია სოკარი და დიდი მადლობა მათ. ასევე გვერდში მიდგას თეგეტა მოტორსი, რომელიც მოტურის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ასევე უღრმეს მადლობა მიწისძვრის კარაქ სნექს, რომელმაც თავისი მიწისძვრის კარაქებით მომთაფლა. Bobr kurva! ლამაზია ბიჭი, სადავდივარ ვაფშე. ეხლა მოვედით Red Bull-ის მუზეუმში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც დაგვხვდება. ოპა. სალამი მეგობარო, როგორ ახარ? კარგად გამოიყურები? აბა ვნახოთ ერთი რომელი ჯობია. ვაიმე ჯობია. ვაიმე უფრო ლამაზი ხარ, არი დარტო შენ. ვაუ, რა საინტერესოდ გამოიყურება თვითონ მუზეუმი, ნახეთ. შევიდეთ. Oh my god. მოკლედ ეს გახავთ Red Bull Hangar 7, რომელიც იმყოფება სალცბურგში, ავსტრიაში. წარმოდგენილია ძალიან ბევრი მოტორსპორტის მანქანები, მოტოციკლეტები, თვითმფრინავები. არა მარტო მუზეუმი, ასევე აეროპორტიც არის და ძალიან ხშირად საჩვენებელი ფრენები ტარდება, საჩვენებელი შოუები იდგება, ხშირად drag race-ებიც არის. მაგალითად Verstappen-ი Formula 1-ის ბოლელი ხშირად აქ მოდის ხოლმე და ძალიან ბევრი საინტერესო სანახაობას თავაზობს ხალხს. მოცემულ მომენტში მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ თუ ეს აქ მოხდებით და მსგავს რაღაცას დაემთხევით, აუცილებლად არ გამოტოვოთ და მოდით, ნახეთ და მაგის გარეშე ძალიან საინტერესო სანახავია ეს რეკორდ დამყარებელი მოტორიანი ტრანსპორტების ნახვა. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ტარდება აქ, რაც შეიძლება რომ სასმელის ბრენდმა არ გააკეთოს. ანუ სასმელია ხო, ენერგეტიკულია კი ბატონო, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც სასმელთან არაფერში არ არის. საუბრობთ რაღაც ტურებიც იქნება, რომელიც მე პრივილეგიას გაძლევს უფრო ახლოდან ნახო ეს ტრანსპორტები. ალბათ შეიძლება შიგნით ჩაჯდომაც შეიძლებოდეს, არ ვიცი. და აუცილებლად გირჩევთ რომ თუ აქ მოხდებით არ გამოტოვოთ ეს მუზეუმი. აუცილებლად მოდით, ნახეთ, დაათვალიერეთ, დატკბით ამ სანახაობით. და თუგოც მოვიდა. სანამ თუგო და ყვარელი თუგრიკი. დღევანდელი ვლოგი დაეთმობა ამ მოგზაურობიდან ჩემთვის ორ ყველაზე ლამაზ ქვეყანას, ავსტრიას და შვეიცარიას და თქვენ იყავით შეფასებლები თუ რომელი ჯობია. ყვარელი არ მოეწონა მოტო. ეხლა ვარ Volksgarten-ში, ესე ქვია Volksgarten-ი ალბათ, რომელიც არის დაახლოებით 2 საუკუნის და ვენის პირველ ცენტრალურ პარკად ითვლება. ულამაზესი აქაურობა და ძალიან ბევრი ყვავილები და ვარდებია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ვინც ცოტას დაგათვალიერებინებთ. Volksgarten-ის პარკი ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო, თუმცა მოტოს არასწორად დაპარკინგებისას 30 ევროიან ჯარიმა და არ ღირდა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხომ წინ კიდევ ბევრი სასწაული ადგილი გველოდება, მაგალითად წმინდა სტეფანეს კათედრალი, რომელიც თვალის მომჭრელი იყო. წმინდა სტეფანეს კათედრალი, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე, დიდი ხნის მანძილზე აშენებდნენ, თუმცა ეს როგორი ვიზუალიც აქვს ახლა, თავიდან ესეთი თურმე არ იყო და მე გოთიკურ ვიზუალად გადაკეთდა რამოდენიმე წლის მერე როგორც ჩანს. და არის ულამაზესი, ანუ ეს ლაივში რო ხედავ, არის სულ სხვა ემოციები და სულ სხვა გაზრდა, საოცარი სილამაზეა.
კათედრალის დათვალიერების შემდეგ ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. Instagram-ზე დამეკონტაქტა ერთ-ერთი ქართველი ბაიკერი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ გზაში ლადო შეამჩნია თავისი ბაიკით და ცოტა ხანში მეც მომაკითხეს. სახეთ ვინ არის? სახეთ ვინ არის? Hello. დავითი სასიავნოა. დავითი სასიავნოა. აი, სამი ქართველი ბაიკერი ისევ უცხო ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ავსტრიაში, ვენაში ვართ. და აბა, სტრიტი ძმაო, შენ უმცირესობაში ხარ, წადი მოშედი აქედან. ძლივს ვიღაცა სტრიტით. ეს დახატულია. თუ გადა. ეს მე გავაკეთე სულ დასტიკერებით. მე დაკვატიში, ძმაო, გაიგზე და განჭი თუ გევასე. მაგდა ინდრო არ გვაქვს, მაგრამ სიაოვნებით. აუ, ისეთ კაი რაღაც მეურები, მაგრამ ხო არ დრო არ გვაქვს. მალე ამბავია, ეგ არ არის იდეა. აქვე არის ევროპაში ესენსიო. აი, წავედით ბაიკებით ლუდზე. დროის უქონლობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე უარს ვერ ვიტყოდი და რა თქმა უნდა გავეშურეთ და ცოტა ხნით მოვჯექით რესტორანში. ახლა მოვედით ლუდის დასალევად. აქ ცოტა ბოსულა ეგეთი რაღაცეები, საჭირო ხარ ერთი ლუდის დასალევა პრობლემა არ არის. ოპა, სამი ბაიკერი, სამი ქართველი გინცოლე. ოპა, ეს მთლიანად დროშა და აგერ გინცოლე დროშა. ოპა. ეგ არის. აგენცოლე. იციან რომ მოვდიოდი ჩვენთვის დააწერეს რა. დიდი მადლობა. ლაშასთან საუბარი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. გაკოსონ თავისი სიტუაცია, მისი გარემო თუ როგორ ცხოვრობს, რესტორანშიც გვიმას პინძლა და სულ რამოდენიმე წუთში ძალიან კარგი ქართველი მეგობარი შევიძინეთ. მაგარია, ქართველები მოძრაობთ ბაიკებით ავსტრიაში, ვენაში. მოკლედ ახლა მივიდეთ ლაშას სახლისკენ, როგორც თავის შვილები გვიცნობენ და უნდათ რომ გაგვიცნოთ ხო და რა თქმა უნდა, მაგაზე არ ვაწყენებ და წავედით ახლა პირდაპირ მაქით მივდივართ. აი, მოვედით ლაშას სახლშიც. მოგები. Crispy, yeah that boy crispy. ვიდეოში ნოუკლე YouTube-ზე იქცევიან. გამარჯობა, დავითი სასიავნოა. ჩაარტყი შენც რა? ეხა ნახე, აი ამას დააჭირე ხელი. ეხა ამას გადუჭირე შენ ეგ. რა მაგრაკე, საროიცის. ეს წერილი მოგვივა რომ დატოვეთ დატოვეთ. მოგეწონა? ია. ილიას მოეწონა. და იცი რა ვქნათ, მე ვაფშე მაგარი აზრი მაქვს. საქართველოში ჩავყვალ, მე ზონა ვყობ იმას რომ მოტოციკლეტით იკატავო საქართველოში შენ და უკან კი არა, შენ თვითონ რო იგდე მოტოციკლზე. ქრისტოვ აკადემიაში გეპატიჟები, მინდა? შევთანხმდით? всё. შევთანხმდით. ეხლა მე მინდა გაგიზიაროთ ლაშას სიტუაცია, აქაური თავისი ოჯახით ცხოვრობს აქ და მინდა რომ თვითონ გითხრათ რას აკეთებს და თავისი ძალიან კარგი ადგილი აქვს რომ სადაც ნებისმიერ ქართველს ძალიან გულთბილად მიიღებს და ლაშა რომ გაგვიზიაროს თვითონ. ერთი სიტყვით გვაქვს აპარტამენტები, ჰოტელი გვაქვს, 8 ბინა გვაქვს, ასე რომ ვთქვა, თავისი გარაჟით, მით უმეტეს ბაიკერების მიღება შეგვიძლია და სურვილი გვაქვს რომ რაც შეიძლება მეტი ბაიკერი ჩამოვიდეს ევროტურში და უმასპინძლოთ, რა თქმა უნდა, სპეციალურ ფასად ჩვენი მხრიდან. და თუ დაინტერესდებით და შემოგვეხმიანებით, დიდი სიამოვნებით გიმასპინძეთ სულ ყველას და ნუ ლინკში დართავს დავითი. აღწერაში იქნება აუცილებლად. აღწერაში იქნება ყველაფერი და მე მზად ვარ რომ მიგიღოთ. დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ სფეროში ვარ დაახლოებით 5-6 წელია და რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცდებით რომ ნასიამოვნები და რაღაცა ისეთი დადებითი ემოციებით გაგიშვათ აქედან რა. ასე რომ ღია გარებით თქვენთვის ყველასთვის, არა მარტო ბაიკერებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა ქართველისთვის. всё, ვენაში რომ მოხდებით, კი იცით, სადაც უნდა წახვიდეთ, სადაც უნდა გაჩერდეთ, სადაც უნდა დარჩეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა შენ. ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანი. ასე დავამშვიდობეთ ლაშას და მის ოჯახს, რომელმაც ძალიან დიდი პატივით გვიმასპინძლა და გაგვიშვა ვენადან. თქვენ კი თუ აქ მოხდებით, კი იცით უკვე სადაც შეგიძლიათ რომ დარჩეთ. და იმასაც დავძენ რომ ცოტა ხნის წინ აკიდებული 30 ევროიანი ჯარიმა ლაშამ გადამიხადა. კვირა დღე იყო და მე ვერ ვახერხებდი ამ ყველაფრის მოგვარებას და სიურპრიზად მისი დახმარებით ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადაიჭრა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი აქედან ლაშას და მიხარია რომ ასეთი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი. ამასობაში ვენაც დავტოვეთ და ნელ-ნელა ისეთი ხედები გამოჩნდა, რომელსაც ვერ ვიჯერებდი რომ რეალური იყო. ხორღოტო, პროსილამაზეა. ოუ, სად ვარ? საერთოდ აქ ვარ, ნახდათ, მართლა აქ ვარ. ამჯერა, რანაირად? სწორად გამიგეთ, ძალიან მიყვარს სპონტანური გადახვევები. მithumedes ამას ხელს უწყობს ის რომ გზები მერევა, მაგრამ ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფრის ნახვა მომინდა. და მეც რა თქმა უნდა არ დავაყოვნე და შემთხვევით თვალმოკრული ტბისკენ გადავუხვიე. იქ ვინა ჩავიდე, მაინტერესებს რა ხდება. აუნახოთ, აბა ტბასთან თუ ვიყავ ახლოს. რა სილამაზეა. ჩასახვევთან ტრაფარეტის დაგხვდა, რომელზეც ეწერა რომ ტბაში ცურავობა ნამდვილად შეიძლებოდა და დეტალებზე როგორც მივხვდი, აქაურობის პატრონს გავესაუბრეთ. Hello. Is it possible to go down the lake? Down to the lake? Yes. Swimming? Yeah. Yes. You must pay by me Okay. 3 euros for one people. Okay. Okay. ტბაზე ჩასასვლელად საბანაოდ გადავიხადეთ თითო კაცმა 3 ევრო. ჯამში 6 ევროთი ჩავდივართ
აი აქ. აა ცისფერია ტბა. აი სასწრაფო ჩავედით ქვით. ანუ მართლა სად ვარ? რასი ჩუმია? არაფრის ხო არ არის. ფილმში ვარ? მეგონი ფილმში ვარ ხო? მე ხლა გრეოლ და არ ვარ. ეს არ ფილმი. და როლში ვარ. ოლ ფილმია. ნამდვილად არ გავს არაფერი ხა. ძაკაია. ჩაყვინოთ. ანტების სახელი გახავთ ფუშცი, ფუშჩლცი. აი ესაც წერია. თუ ოდეს მე ნახო მოგინდებათ შეგიძლიათ ეს სტუმროთ, მაგრამ იმასაც დავძე რომ მე ძალიან მეშინია წყალში დიდი თევზების და აი ეს მე თევზი მეგონა და თქვენ ნახეთ როგორ დავპანი. შეიძლება დამცინოთ თუ რანაირ დასაპანიკებელი ეს ხე იყო. დაგეთანხმებით, ხე ნამდვილად საპანიკო არ იყო, მაგრამ მეტყობა გულმა მიგზურნა რომ ამ წყალში რაღაცა გიგანტურები ბინადრობდნენ. დიდი თევზებია გეფიცები. მოდი რომ მე აქ ვთქვა რომ გადახტომა მინდაო. Oh fuck. Oh hell no. Hell no. არციანი და მე თან გადახტომა. Hell fucking no. მე მინდოდა ლამაზი კადრების გაგრძელება და ორი პრობლემა შეგვიქვნა. ერთი მინდოდა გადმოხტომა აქედან, რომელიც არის ესეთი ლამაზი გადმოსახტომი, ჩახტებოდი რაღაცა და ძალიან დიდი თევზები დავინახე. მე შიში მაქვს დიდი თევზების. დიდი თევზს გულისხმობ რომ აი რო იტყობენ ხო ისი აი 100 ამხელა თევზი ნახე. მართლა ამხელა თევზები იყო 3 ცალი. დიდი მადლობა. აღარ ჩავხვდები და მეორე პრობლემა. What the fuck is this? რუხუნის ხმა იყო. მზე აღარ არის. მაგრამ ბოლო ჯერაც შევიწოვოთ ეს სილამაზე სადაც ახლა ვარ. რა ფიარჭირა? 0 დაჯერება აქვს ახლა რომ მე აქ ვარ. თაგას აქ სახლი აქვს. აქ ცხოვრობს და ნორმაა მაგისტრის. და გაწვიმდა. კი არის წვიმა დაწყებული, მაგრამ ძალიან ლამაზია. ძალიან კაი, ერთ-ერთი მინუსი არის ის რომ მოდოთი ვარ. ამ შემთხვევაში მინუს თორე. სხვა შემთხვევაში ყველაფერი პლუსი აქვს მოდოს. ასე მოვინახულია ავსტრიის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა, სადაც კინაღამ თევზებმა შემჭამეს. დღევდე მაჟრიალებს ეს ყველაფერი რომ დავაედითე და ახლა დავგუგლე საერთოდ რა თევზი იყო და რა საშინელება. მაგრამ მოგზაურობისთვის ეგ თევზები ძალიან მალე დამოიწდა, იმიტომ რომ შეხედეთ სად გადავადგილდები. ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს. ბევრი ამბობს რომ ჩვენი საქართველო რით ჩამოუვარდება მსგავს ქვეყნებს და მე ვიტყვი რომ არაფრით არ ჩამოუვარდება. საქართველოს თავისი სილამაზე აქვს. ეს უბრალოდ სრულიად განსხვავებული და ჟანგბადის წამრთმევი ბუნება იყო. ხო მივიდივართ გადმოსახედზე, სადაც პატარა ჰაიკინგი უნდა გააკეთო. ვერ სადაც ვერ მიდიხარ გაგიწვიმდა. ოპ, გაწვიმდა გადავიფიქრეთ, რა პრობლემაა? მოკლედ, ყველაფერი მომეწონა ავსტრიაში. გადასარევი საჭმელები, უნიკალური შენობები, ლამაზი ძეგლები, კარგი მეგობრები და მეთქი ბოლომდე შემერგება ავსტრიაში ყოფნა. მაგრამ არა, რაღაცა მხუნდა გწიწკნოს ოდნავ. აკუე, ვიმედე. აკუე ბოლო საათები ავსტრიაში ყოფნის და მივდივართ რომ შევხვდეთ ლადოს და დანარჩენ მეგობრებს, რომ ჩავჯდეთ მანქანაში და წავიდეთ შემდეგ ქვეყანაში, რომელიც არის შვეიცარია. თუმცა ავსტრიის ბუნებამ გადაწყვიტა რომ ყველანაირი ამინდოდა ეჩვენებინა და ხან დაუშვებ და ხან კარგი ამინდი გამოვიდოდა. ხან დაუშვებ და ხან ოდნავ შეამცირებდა. ხან ძალიან დაუშვებ და ხან ცოტა ამოგვასუნთქებდა. დაგიშავეთ რამე? რა იყო? თუმცა ლადოს მანქანის დანახვა, ჩემი სიხარულით ამოოხრება და კამერის ელემენტის დაჯდომა ერთიანად მოხდა. ვაიმე! გავიყიდე! სალამი მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვეიცარიაში. ერთ წუთი დამელოდეთ. გაგიმარჯვეთ.
ეს ეს მოგზაურობის მე-10 ქვეყანა, რომელიც არის შვეიცარია. ჩემი გემოვნებით ყველაზე ლამაზია თვალწარმტაცი ბუნების მქონე ადგილია. ადგილი, სადაც მთები, ულამაზესი ტბები და გზები ერთმანეთს ერწყმის და ყოველი მოსახვევი ახალ სილამაზეს გთავაზობს. Oh my god! და სილამაზეა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ლამაზი ხედი და ბუნება. წარმოუდგენლად საოცარი ადგილია. მე როგორც ლამაზი ხედები და ბუნების მოყვარული ფაქტიურად 60-ში მოვხვდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ისიც ეხმარებოდა, რომ სასწაული ამინდი დაგვდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ დადებით ემოციებს. და ლამაზია და. ნათქვამი არა შვეიცარიაში რომ ჩამოდიხარ, ეგრევე შენს მილიონერი ხდებიო რა. ამეც ეგრევე მილიონერი გავხდი და აი ესეთი ქვის მანქანა ვიყიდე, რომელიც ყველაზე ძვირია აქ რეალურად ვერან ვერ ყიდი სხვა რა და ჩავждეთ ახლა. აუ გასაღები დავჭა ბიჭო. დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ჩანს ზედმეტი ჟანგბადი არ მოუხდა ამ ადამიანს. თუმცა ყურადღება არ მიაქციოთ. გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო და მე მინდა გაჩვენოთ ის ადგილები, სადაც ვერ მოვითმინე, მოტო გავაჩერე და გარემოს ტკბობა დავიწყე. ჩემი არც ისეთი მოგძალებული და ძალიან ამბიციური განცხადებით, შვეიცარიის ერთ-ერთი დიდი სადეითო ადგილი, ნებისმიერ წერტილში შეიძლება მიხვიდე, ეს სკამი დაგხვდება, რომელიც არის აი ესეთ ხედზე. რა ხდება? What? აქ წამოდი აქ რო ზიხარ, მშვენიერი ბძის ჩასვლა არის, არ ვიცი, რაღაცა გებრიელი. გამიდია და აი ესეთი ხედი გაქვს წინ. აი ესენიც იქნებიან, ალბათ. არ ვიცი. გაგიხალისებენ დღეს იჯამბაზებენ. არ ვიცი, სასწაულია, სადაც დავდივარ. ის კი არა სასწაული, მე რო დავდივარ. ისა სასწაული ეს ადგილი არსებობს საერთოდ და ეგეც სასწაულია მე რო დავდივარ აქ. აი თევზო, მოდი თევზო. გამოგაჩენე YouTube-ზე. გამოიწერე ჩემი არხი, დევიდს კონტენტი. მეგობრებო, გამოიწერე ჩემი არხი, დევიდს კონტენტი. დიდი მადლობა. თევზმა გამახსენე რომ არხი უნდა გამოიწეროთ. დიახ, მე დიდი თევზები არ არიან. ეშინია. რაღაცნაირები არიან. დიდები. შემდეგ ლოკაციაზე მისვლამდე მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო GoPro Club Georgias, რომლის დახმარებითაც ამ მოგზაურობაში კონტენტის შექმნა ბევრად კომფორტული გახდა. არ ვნერვიულობდი კამერის სამაგრის მოძრობაზე, უმუსიკოდ ყოფნაზე და მოკლედ რომ ვთქვათ, იმედიანად ვიყავი წასული ამ ევროტურში. დიდი მადლობა მათ და თქვენ კი თუ მათი საკონტაქტო დაგჭირდათ, რა თქმა უნდა, ლინკები აღწერაშია. ზღაპრის ქალაქში მოვედით. არ ვიცი, მთელი ვიდეო შეიძლება იყოს ჩემი ამ ხედებით ტკბობა, მეტი არაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი, ყველა კადრის ჩასვლა მინდა, ისეთი ლამაზი ადგილებია. ეხლა ვიყოფებით ქალაქ ლუნგენ. ამ ქალაქების გამოთქვა ჩემთვის აჯვა იქნება სავარაუდოდ, ვიყოფებით ქალაქ ლუნგერნში. აი ესე, რომელიც როგორც ხედავთ ძალიან ლამაზია, მართლა ზღაპრული არის, თების ქვეშ მოქცეული ქალაქია, არა მარტო ეს, არ ვიცი, მე მგონი ყველა ქალაქი შვეიცარიაში. მაგრამ ძალიან სილამაზეა. მიბრძანდით, გენაცვალე, მიბრძანდით. არაფერი შეგერგოთ. სალამი. ძალიან საყვარლები არიან. მიბრძანდით. ვიძარი. საყვარელი, აბსოლუტურად ყველა საყვარელი არის, ყველა კარგი ხასიათზეა. აი, ეს დარეჩქარება, ბედნიერები არიან თავიანთი ცხოვრებით. არ ვიცი, ალბათ ოდესმე ისეთ გარემოში ვიცხოვრობ, რომ ეგეც ნორმალური იქნება ჩვენთან. მოვედით სანაპიროსთან ახლოს, აი ესეთი სიტუაცია. რა სილამაზეა. აი აქ რო ცხოვრობ. რა ხდება შენ გონებაში? ანუ აი შეხედეთ. სახლებს შეხედეთ, ჯერ მარტო სახლები რა საყვარელია იქით. თები. ძალიან მაგარია. აგერ მეგობარო ხალხებო, ლუნგერში ვიყოფები. ლუდი მაქვს ჩემ ხალბატონთან ერთად. და ვარ აი ესეთ სიტუაციაში, ესე ჩამოждარი ვარ და ვიდეო გაგიმარჯვოთ. ძალიან დიდი მადლობა გვერდში მიდიხართ, ამ ვიდეოს უყურებთ, სხვა ვიდეოებსაც უყურებთ და გამოწერილიც გაქვთ არხი ვიღაცებს, ვისაც არ გაქვთ ეგეც არ აუშავს, მაინც გაგიმარჯვოთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენი დრო მე დამითვეს, თქვენი დღის რაღაც ნაწილი და კიდევ ერთხელ გამიგიჟოთ. ამ მომენტში საოცარი მადრიერების გრძნობა გამიშთა თითქოს და რაღაც სასწაულ სიზბარში ვცხოვრობდი. ან უბრალოდ სიტუაციას და ხედს შეხედეთ, როგორ შეიძლება რომ აქ ბედნიერი არისო. თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და ძალიან საინტერესო და ჩემთვის მისტიურ მომენტს შევესწარი. ყველა ქვეყანაში ხო თავისი უცნობები ხდება, ჩემთვის უცნობო რა თქმა უნდა. მაგრამ ამთვის შეიძლება ეს ნორმალური იყოს.
მაგარია. არ ვიცი რა მაგარია. ხო, შვეიცარიაში აბსოლუტურად ყველაფერი მან ცვიფრებდა. არც კი ვიცოდი რისი მოლოდინი შეიძლებოდა მქონოდა ნებისმიერი გადაადგილების შემდეგ. მე მხოლოდ ნახულობდი წერტილს თუ სად უნდა წავსულიყავი, ხოლო დანარჩენი თავგადასავალი კი თვითონ იწერებოდა. ეს რა არის? გამარჯობა. მელია. გამარჯობა. სალამი, რა ლამაზი ხარ. აი, რა საყვარელია. გაგად. რა მაგარია. გაგად ლამაზო. ვაუ, ძალიან მაგარია, ძალიან მომეწონა ხა გამავი. აქ კი უკვე მივდივარ ფურკაპასზე, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უღელტეხილია. ზღვის დონიდან 2400 მეტრზე ადის და მისი ნახვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. ის კი ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ გზას კვირდება ალპების გულში. ვაუ! ეხლა მივდივართ ადგილზე, რომელსაც ქვია ბლაუსი, მე მგონი ბლაუზი. აქ რჩევა მექნება, რომ ნებისმიერი ქვეყნის რაიმე ღირსშესანიშნაობა ან ლამაზი ადგილების ნახვა თუ გინდათ, შეგიძლიათ ყველაფერი აღმოაჩინოთ TikTok-ზე. აი, ყველაზე მარტივი დასასერჩი არის. ძალიან ბევრ ვარიანტს ქთავაზობს თუ რისი ნახვა შეგიძლია და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ხალხს ვიდეოები აქვს მაგაზე გადაღებული და ზუსტად ხვდები რა ვაიბია, რა სიტუაციაა, როგორი სილამაზეა და სიტყვაზე Google Map-იდან ფოტოებით არ მარჩიელობ, ან Chrome-იდან არ ეძებ რაღაცას არ გუგლავ. ასე რომ ერთ-ერთი რჩევა ეგ იქნება, რომ თუ სადმე წახვალთ სამოგზაუროდ TikTok-ზე დასერჩეთ თუ რა გინდათ რომ ნახოთ. სალამი, აქ იმდენი ბაიკერია და იმდეს ვესალმები, რომ მთლიანად ხელით გაშვერა ყველას გვეზარება და მარტო ესე ვწერთ ორთიც. აბსოლუტურად საკვარისია, სალამი. Hi, what are we waiting for? 10 minutes for train? Okay. ნახეთ რა უცნაური რაღაცა, მატარებლით მოვიდნენ და ხალხი ესე გამოდის აქედან. ძალიან უცნაურია. What? მე წალკე ვიშვები. რა მაგარია. სად? რა ხდება? უნდა დავაბა ეხა? ეს რა უცნაურ რაღაცაზე ვარ. ესე და ეხა მაგითო დავაბა. ძალიან დავაბა. ეს არ წდება ამას. No? Closer? Okay. Okay. ესე და Good. Nice. ყველაზე უცნაური რაღაცა, რაც ოდესმე მინახავს. მატარებელს გადავყავართ ხიდზე. Wow, ძალიან უცნაური გამოცდილება. Let's go, წაგვიყვანეთ, გვაკატავეთ. ძალიან მაგარია. მე ქნო გავიდე. დაგუძარი ზმა. აი, მატარებელს მიყავარ. წავედით, ხიდზე გადავდივარ მატარებლით. ვაფშე ამიტომ ჩემი მოტოციკლი მასვენებენ. დიდი მადლობა. მეტა დიდი გზა იყოს ესეთი. დამხელა არის საინტერესოა და რამდენს დავზოგავთ.
გამიყვანეთ. თან მარტოები ვართ. Всё, გაჩერდა მატარებელი. ეხლა სავარაუდოდ უნდა გავაღოთ ეს კარი და წავიდეთ აქედან. ალბათ, არ ვიცი, open. აჰა. ეს ციო. და ესეო. ხო, ეგ არის, აი წინ მანქანები არის. ჩვენც ახლა ესე აქედან უნდა გავიდეთ. წავედით რა მაგარია. წავედით. აი, აქ ეყელა მანქანები ყველა აბსოლუტურად და ესენი უნდა გადიან ახლა იქაც რიგი არის ჯერ კიდე. აი, მანქანები. ყველაზე უსწავლი რაღაცაა. რაცა გამდა მინახავს. მატარებლი თიგზარე მოტოთი. Let's go. დიდი მადლობა წაყვანისთვის ნახვამდის. წავედით ახლა ბლაუსეში 8 წუთი გზას გვიშვენებს და ძალიან მალე ულამაზეს ადგილს ვნახავთ. როგორც წავიკითხე, არის თევზების საშენი და აქვს ძალიან ლამაზად მოწყობილი და ახლა ზუსტად მან მივდივართ. ახლა მოვედით რომ ვიყიდოთ იგი რა ქვია. 7 ღირს წყალი. და იგივე ჯერს მივდით. Oh my god. Oh my god. Hi, can I get 2 tickets? თითო კაცის პასი არის 11 აკაური თანხა, რომელიც დაახლოებით 12 ევრო ან 13. ახლა ვნახოთ რუკა აკაურობის. ცნობილი მე რუკა. სადა ვარ? სად შემოვედი? ეს არის, აქ შემოვედი, აქ შემოვედი. სადა ვარ? დავიკარგე. აგერაცა დიდი რუკა. აი. აჰა, всё, აქედან შევედით. აი მეგობრებო, ეხლა გაჩვენთ ყველაფერს. აი აქ ვართ ეხლა ჩვენ, შესულები. ეს ტბარი აქ. ეს არის სისტემა, რაც გვინდა ჩვენ. ეხლა. კიდე რა ხდება აქ? კაი, მოკლედ მაშინ ჩვენ გავუყვეთ ესე წითელ გზას, აქ წავიდეთ და ვნახოთ აი ეს ადგილები. Let's go. მოიცადე, წითელი მინდა. წითელი რომელი? რომელი წითელი გზა? აღმართი. კაი. ეს ყოფილა თურმე აგერ. გამჭირვალე ტბარი. და დიდი თევზები დაცურავენ შიგნით. აბა. რა სილამაზეა. როგორი გამჭირვალე წყალია. გამარჯობა. რა ლამაზი ადგილი არის. დავიდეთ აქ ხოჭამ. ყავას მივთემ, ნям. ოპ. ზამაგარია. რამე ადგილი აქვს ცოტა მახინჯი რო იცოდე. ცოტა მერიდება უკვე. აი ძმაო, დინარესთან გაუშენებიათ. ოპ. მაგარია. ეს ცეცხლისდაცლები ადგილია მე მგონი. აგერ ხალხი მომჯდარია, შეუულიათ რომ გემრიელად თავისი საკვები მოიტანონ და იპიკნიკონ. რა მაგარია, ეხლა დაფიქრე ეს ადგილას. მოდიხარ და პიკნიკზე ჯდები. რა მაგარი. თასი შეშაც აქვთ. შეშაც აიღებ და ანთებ ცეცხლს შეწვა რამესა. აი? ცეცხლი უნთიათ. მე ამაზე გადავა მინდა. დამატრიალე. მაგარი იყო. ვაიმე, სადა ვართ? ჩვენთან უნდა მოვხოდო ესეთი რა. თევზები განახოთ ძალიან ბევრი არის. My name is Luis. We've been trying to contact you regarding your car's extended warranty. აპაკებია აქ. ალპაკა არის. ალპაკა ვნახოთ, წამოვიდე. სად არის ალპაკა? ალპაკა. საცაცხოველთან ახლოს რო შემილია, მე მაგას ვერ გავმაზავ რა, მინდა რომ მივიდე. ასე უკრა. როგორ ახარ თქო უთხრა. აშკანა. გამარჯობა. ალპაკი. რა ცხოველია. ცხენსა ძოხა შორისაა რაღაც გაჭედილი. შენ რომ მოგიფეროთ? ალპაკ, მე ვერ ვაჭო ბალახს. მოიდი. ალპა, მოიდი გოგო. მოიდი. მოიდი. აგაჭამო. ჩემი მონაკლეჭია, ჩემი თავარჩიე, სახლის ბალახია, გენეცვალე რაღაც არ გეგულოს ჩამოტალი იმპორტული აკაურია ყველაფერი. აი დიდი ბალახები ექნება ეს უნდა. მიდი. ვაი, გავაჭაფა. Get right here, man. მიდი. არგინდა, ალუნდა ჩემგან არაფერი. ეს როგორი მაქვს? აი.
Leti gaga. Leti drama. Aginda. Ჩემი ალპაკასაც ბალახი ვერა ვაჭამე რა. მიდი. Bombastic side eye. მასეთი დაიგნორება და side eye პირველად. საჭირო იყო ახლა მაგაზე აკეთება. ესა ჩვენი ულამაზესი ბლაუსე, მე მგონი სწორად მომფარ ვიცი და ეხლა წავიდეთ ისეთ პასტას, სადაც შეგვიძლია ჩავიდეთ და ცოტა ხანი ვიბანავთ. ცოტა გავაგრილდეთ რაღაცნაირად. დაცხა. ჩვენ ხო შვეიცარიაში ვართ, რა პრობლემაა? სამ წელში მოვძებნით ეგეთ პასს. შვეიცარიაში ტიპის მოძებნა მართლა ძალიან მარტივია, უბრალოდ გახსნი რუკას და შენახულბად ძალიან ბევრი ტბა გამოჩნდება. აირჩევ ერთ-ერთს, წახვალ და ჩვეულებრივად იბანავებ. ოპა, საბანაოდ კი მოვედით ქალაქ სპიეზში. პეტრე სანაპიროა, განსაყვარელი. ჩემ გარშემო თუ ოდესმე გიჭირთ წყალში ჩასვლა, უნდა ჩახტეთ და ჩახტომა უნდა იყოს ცოტა პერფორმირებული. რა პრობლემაა? ვიღაცამ ეხა გვერდთა ფლიპი გააკეთა და მინდა რომ დავამოხავო. ახალი სალტო მოვიფიქრე, რომელიც ხოლმე არ მიცდია და მოდი გავაკეთოთ. მე დაგაცავშები. არა, მე რა მოვიფიქრე, ხალხი აკეთებს უბრალოდ მე არ ვიცი აკეთება. და აი გადავრჩე და არ ჩამოვარტყა, მეგობრებო, არაფერი მომხარ. აი, შვეიცარიაში თუ მოხდებით, უჭური გააკეთეთ. მოდი ვაშემი. აღაშემილია ყველა ცხოველის მოსაქმებული ჯოსი უკვე. ევროტურის ბოლოში ერთი კაი ცხოველების მოსაქმებულების ვიდეოები უნდა შევკრა. არც ერთი ცხოველი არ გამიმაზავს, ყველა რაც ვნახე კუჩში გავიდა. და მე მაგ ყველაფრის ვიდეო მაქვს. თუ მაგ ვიდეოს ინსტაგრამზე ნახვა გინდათ, კომენტარებში #მოსაქმება დაწერეთ. აი ასეთ კმილოწაზე მეგობრებო, ასრულებ შვეიცარიის ვლოგს. ძალიან დახუნძული და საინტერესო თავგადასავალი იყო. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე ჩემი პარტნიორია სოკარი და უღმესი მადლობა მათ. დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. და უღმესი მადლობა ჩემ მეგობარ კომპანია Snacks, რომელიც პაწუკა მიწისთხილის კარაქის ტუბიკებით მამარაგებდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით ქვეყანაში, რომელიც ამ მოგზაურობის მიზანი იყო. გაკოცეთ მე უასებით წავედი. აქვე ყველა კაცს შევა, ყავთ ისეთი პარტნიორი, რომელიც ლუც ყიდულობთ. მე კი შემილია, მაგრამ თვითონ უნდა. ან მე კი შემილია ვთქვი რომ ფული მაქვს. რეალურად არ მაქვს. კიდე კაი მპატიჟებს. გავკოტრდი ხალხო, ეს რა ძვირი ქვეყანა აღარ შემილია. შიმშილით თუ არ ამოვწყდი, კარგი იქნება.